ცოცავი ოკუპაცია ქარელის რაიონის სოფელ დვანში ქუთაისის საგაგიწეროთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60-მდე სტუდენტმა გააპროტესტა აქციის ორგანიზატორი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი მონიკა მარღანია იყო, რომელმაც ასხუთიტებასთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალგაზრდების როლი მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ახალგაზრდების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერ პრობლემის შეფასების დროს, ვინაიდან ახალგაზრდები ალბათ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ძირითად და ფასეულ ნაწილს წარმოადგენენ, ამიტომ მოუწოდებს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოგვბაძონ თუნდაც ჩვენ და გააკეთონ მსგავსი მშვიდობიანი აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ, რაც ალბათ ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა არის და მიმართულება დღეს ჩვენს ქვეყანაში. სტუდენტებმა ეგრეთ წოდებულ საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მცოცავი ოკუპაცია დუმილით გააპროტესტეს. სტუდენტების განცხადებით ნახევრად ოკუპირებულ სოფელ დვანში მსგავსი აქციების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. დღეს საგაგიწეროთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოხატეს პროტესტი მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა რომ გავამხნევოთ თითოეული აქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლე, რადგან მათთვის ძალიან დიდი უბედურება ხდება დღესდღეობით, რაც განიცადეს 93 წელს აფხაზეთში და სამაჩაბლოში იმას განიცდიან დღეს ეს მოსახლეობა თავიანთი ხელით ანგრევენ სახკარს და ისე ცდილობენ გადმოვიდნენ თავიანთ მიწაზე. ეს ძალიან დიდი უბედურება, ამიტომ მიმართავ მთელ საქართველოს, მიმართავ მთელ საქართველოს ახალგაზრდობას, რომ ერთმანეთს ხელით ჩაგიდონ და ერთად დაუდგენ გვერდით ამ ადამიანებს, რათა გამხნევდნენ და იყვნენ ძლიერები. აქციაში ქუთაისის საგაგიწეროთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე იღებდა მონაწილეობას, რომელმაც ასხუთიტევას განუცხადა, რომ იგი მიესალმება სტუდენტების ერთსულოვნებას და მათ გვერდით ყოველთვის დადგება. მივესალმები ჩემი სტუდენტების ესეთ დამოკიდებულებას, მათ ერთსულოვნებას, მათ გულის ტკივილს ჩვენი ქვეყნის ტკივილთან დაკავშირებით და მეც ვარ მათ გვერდით, ამ იმედია, რომ ყველა ქართველის გულის ტკივილია ეს და ყველას გასაჭირი არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის, ძალიან მძიმე არის ადგილობრივი ხალხისთვის და ჩვენი თანხმოსვლით ამ თანაგრძნობით გამოვხატავთ იმას, რომ ისინი მარტონი არ არიან და მე ნამდვილად მინდა რომ ადგილობრივებმა იზრუნოს, რომ ნამდვილად არ არიან მარტო და მთელი ქვეყანა ერი და ბერი. ნებისმიერ სამსახურში მოსასახურე და ნებისმიერი მსოფლმხედველობის ადამიანი არის დღეს თითში და არის საქართველოსთვის. ქარელის რაიონის სოფელ დვანის მოსახლეობა გაურკვევლობაშია, მათ ისიც კი არ იციან, ვის უნდა მიმართონ. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. საკრებულოს გამგებელი ხუარი ვალდებულო გამოიყვანოს და ხალხს უთხრას, რომ აი ამ მამულსა გვართმევენ და მოდი და გვიშველეო და არაფერი არ გამოყავს და აგერ სოფელში არიან და მასხარავენ და სიგნობენ და მაიმუნობენ. იცინიან, ჰა? ქართული ოცნებიდან არის გამგებელი? კი, ქართული ოცნებიდან რა, ქართული ოცნებიდან. არ ვიცი. არ ვიცი. მე უნდა დავაყენო საკითხი, მოვიწვევ იქიდან და აი ყრილობაზე უნდა დავაყენო, რომ განთავისუფლდნენ ის აი ახლამდელი კადრი და შეირჩეს ესეთები, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევს სოფელს. მსგავსი საფრთხე ათობით დვანელს ემუქრება, ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა შესთავაზეს, თუმცა დვანის მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ შეთავაზებას. როგორ შეიძლება მაგის ისა ან ფიქრი როგორც ეგენი ლაპარაკობენ. სად უნდა წავიდე, ჩემ საქართველოს დავიბადე და ქვნავები. დვანში იმყოფებოდა საქართველოს სრულტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მისივე განცხადებით აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ კონფლიქტი მალე მოგვარდეს. ასე რომ ეს რაღაცა დროებითი კატაკლიზმებია და მოდი შევთანხმდეთ ეს რამეში. კი, ბატონო, ბრძოლით. რომ აქეცაც და იქითაც საქართველო და სულ ახლოში საქართველო იქნება. ბურონამდე.